მიღებულები ისევ დასეირნობენ. ამ ოპტიმიზმის მიღმა უამრავი პრობლემა იმალება. ასეულობით 1000 ობლად დარჩენილი ბავშვი ისევ უგზო-უკლოდ დახერტიალობს. 200,000-ზე მეტი ბავშვი ბერლინში, რომში, ნეაპოლსა და მილანში დაძრწის. პოლონეთში მათი რაოდენობა მილიონს აღწევს. გერმანიაში, საბჭოთა ზონაში, სპეციალური პროგრამა მზადდება, სადაც მათ მშობლების მოძებნაში ეხმარებიან. კარლ ჰაინც ლაიერი ბერლინიდან. ჰორსტ სტროლდერ ასტენბურგი აღმოსავლეთ პრუსიიდან. ამ ბავშვს სახელი არ აქვს. ნაპოვნია 1945 წლის 24 იანვარს ბანკოვ შონჰაუზენის სადგურში. 1 წლის წინ ვანტლიცესთან ახლოს მინდორში ნაპოვნი 18 თვის გოგონა. კრისტიან კორბერი, დანციგიდან. დედამ თავი მოიწამლა, მამა საბრძოლო გემზე იყო. ჩვენ მშობლებს ვეძებთ. დაგვეხმარეთ მათ პოვნაში. 50-იან წლებამდე ეს მიმართვა მხოლოდ მიმართვად რჩება. ამ გადაცემის წყალობით 300-მდე ბავშვი პოულობს საკუთარ ოჯახს. Nous avons passé par de durs moments, nous avons encore des embêtements, et dans le pays, bien des gens vous diront, ça ne tourne. სანამ კონტინენტი წყდიადიდან გამოდის, ადამიანები სამყაროს